გოგონებო, ყველას მოგესალმებით. დღეს გადავწყვიტე პატარა ვიდეო ჩაგიწეროთ და გამოვაქვეყნოთ ჩემი ინსტაგრამის არხზე და ასევე გამოვაქვეყნო YouTube-ზეც. ამ ვიდეოს ჩაწერა გადამაწყვეტინა ერთ-ერთმა ჩემმა გოგონას ისტორიამ, რომელიც არის შოკის მომგვრელი. და მინდა რომ ეს ისტორია ვთქვა და კიდეც ვუთხარი რომ უნდა ვთქვა, მეთქი უნდა გამოვაქვეყნო, აი ზუსტად რამოდენიმე წუთის წინ დავამთავრე კონსულტაცია. ეს ქალბატონი იმყოფება იმიგრაციაში, ანუ მუშაობს უცხოეთში და არ დაგავიწყდეთ, რომ მუშაობს ფიზიკურად და ამ ფიზიკური შრომიდან ნაშრომ ფულს მთლიანად უგზავნის მამაკაც, არ აქვს მნიშვნელობა ქმარი, საქმრო, შეყვარებული თუ ასე შემდეგ, თუ აქ კიდე სხვა თემა არის, ქმარი არ არის. თუნდაც ქმარი იყოს გოგონებო, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თქვენ, აი როდის უნდა ისწავლოს ქართველმა ქალმა ჭკუა. გინდა უცხოეთში იყო, გინდა არ იყო უცხოეთში. როდესაც შენ ფულს გამოიმუშავებ და ჯერ ვაფშე აპრიორი გჭირდება რომ იმუშაო, როდესაც კაცი ყავს და ამას ეძახი რაღაცა დამოუკიდებლობას და ასე შემდეგ, ამაზე კიდე სხვა დროს ვისაუბრებ, მაგრამ როდესაც შენ მიდიხარ უცხოეთში, ქალო, ტოვებ ქვეყანას, რეცხავ უნიტაზებს და ვიღაცა სული და მე ამ შრომით და ჯაფით ნაშრომ ფულს უგზავნი მამაკაც რომ იყიდოს სიგარეტი, ითამაშოს კაზინოში და ახარჯოს სხვა ქალებს, ცოტა ხო შეიძლება გამოფხიზლდე და უთხრა რომ ეს ფული, რასაც მე ვშოულობ, მამაკაცო, ჩემო თუ ვინც ახარ, ვინც ჟანდაბაც ახარ, არის ჩემი და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. მე მოდიხართ გოგონებო. გაქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები, ფსიქიკური პრობლემები, ფინანსური პრობლემები და იძახით რატომ ემართება ასე? იმიტომ გემართება, რომ არაფასებს საკუთარ თავს და საკუთარ შემოსავალს, რომელშიც შენი ენერგია დება აძლევს სხვა ადამიანს, რომელიც ესე ზის წამოკოტრიალებული დივანზე და არაფერი არ უნდა რომ გააკეთოს, უჭირავს პულტი ხელში და არის პულტის მეფე. აი ასეთ მამაკაცებს ურიცხავთ და უგზავნით ფულებს და შესაბამისად იმიტომაც ხართ უცხოეთში და ხეხავთ სხვის უნიტაზებს. აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა. ეხლა მეორე კიდე, როდესაც უცხოეთში არ არის, მაგრამ აქ მუშაობს 500 ლარიან, 600 ლარიან, 1000 ლარიან, თუნდაც 2000 ლარიან სამსახურში, მაგრამ ყავს გვერდით მამაკაცი, რომელიც რა სიგარეტის ფული მომეცი, ლომბარდის ფულზე დაბაკლდა. ან მანქანას რაღაცა სჭირს და ფული ჩამირიცხე. გოგოებო, გამოფხიზლდით. მამაკაცი აქეთ უნდა გირიცხავდეთ ფულს და აქეთ უნდა გივლიდით, გეპატიჟებოდეთ კარგ რესტორნებში და გაფოფინებდეთ და თუ აი ესეთ კაცთან ყოფნა შეგიძლიათ, ესე იგი თქვენი თვით შეფასება არის ძალიან დაბალ დონეზე, 0-ის დაბლა მინუსებში გოგონებო და ჯობია რომ აიმაღლოთ, ასე რომ ამ არხზე თქვენ ყოველთვის მოისმენთ სიმართლეს და ყოველთვის პირდაპირ გეტყვით ხოლმე, რომ სისულელეებს თავი დაანებეთ და დააფასეთ საკუთარი თავი. Вот так вот.